გამარჯობა, მე ვარ ანა ტყებუჩავა, მსახიობი და დღეს მე შევეცდები უპასუხო თქვენს კითხვებს. იზა მეკითხება, ანა მსახიობი რატო გახდით და რა მოგეწონათ ამ პროფესიაში? საერთოდ პროფესიის არჩევა ისეთი რთული რაღაცაა. ვფიქრობ, რომ აი ბავშვს, რასაც ბავშვობაში ძალიან უნდა, გარდა იმისა, რომ ბავშვი არის ნიჭიერი, ვთქვათ, რაღაცაში. შეიძლება ნიჭზე მეტად ყურადღება უნდა მიაქციო მის უნარებს. ანუ რამდენად აქვს ის თვისებები, რაც ამ პროფესიას ჭირდება. ძალიან პრაქტიკული თვისებები. გულისხმობ შრომის მოყვარეობას, აი ემპათია, მოსმენის უნარი, რეპეტიციის ნებისყოფა და ეგეთ რაღაცები. და რაც უფრო წლები გადის, მით უფრო ვწმუნდები, რომ უფრო ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შენ შეიძლება ძალიან კარგად ცეკვავდე, ძალიან კარგი აღნაგობა გქონდეს, მაგრამ შენ არ გქონდეს იმის ნებისყოფა, რომ მთელი დღე იდგე ძელთან და გამოხვიდე და ხასიათსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მე რო პროფესიას ვირჩევდი, მაშინ უამრავი სხვა რაღაცა იყო და მადლობა ყველას, ვინც მიბიძგა იმისკენაც მართლა მინდოდა და ან ვერ წარმომედგინა როგორ უნდა მჯდარიყავი ოფისში, როგორ უნდა მეკეთებინა ერთი და იგივე რაღაცები. მაშინ რაღაცა გართობა პროფესია უფრო მინდოდა. მიფიქრე რომ მსახიობობა ძალიან საინტერესო იქნებოდა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი პროფესიების თამაში მომიწევდა. ბევრ წარმოსახვით რაღაცებში ვაჩვენებდი ჩემ თავს, იმიტომ რომ რაღაცა მეგონა რომ ბევრნაირი ვიყავი და ბევრი ფერი იყო ჩემში და მინდოდა ამ ხრივ გამომეხა და მომწონა სახში უამრავი საინტერესო სპექტაკლები მაქვს ბავშვობაში დადგმული, ასე რომ ეს მომწონდა რა, მოკლედ. ამიტომაც ავირჩიე და მიხარია, იმედი მაქვს არ შევცდი. პერსონაჟი, რომელიც ცნობილ სერიალში ითამაშეთ, მისი თვისებების გამო მოგწონდათ? თქვენ რომ მისი დედამთილი იყოთ, ანუ ნინას დედამთილი რო იყოთ, რას დაუწუნებდით მას? მეკითხება თიკო. რა უცნაური შეკითხვაა თიკო, თქვენ ძალი ხართ თუ დედამთილი, მე არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა იყო ღალატის შემდეგ ძალ დედამთილის თემა და მე იშვიათად ვნახულობდი კომენტარებს და მადლობა ღმერთს რომ იშვიათად ვნახულობდი, იმიტომ რომ ჯერ ძალიან ბევრი იყო, ამას ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა და ვფიქრობ რომ ძალიან შემიშლიდა ხელს შეიძლება ბევრი საზრ, თუმცა ერთ-ერთი ჩემთვის სრულიად მოულოდნელი კომენტარი ერთ-ერთ თიზერზე, როდესაც აი ნინას რაღაცა რეაქცია ქონდა დედამთილთან ურთიერთობაში, იყო რომ მამაკაცები წერდნენ ნინას საშინად ლანძღავდნენ, ეძახდნენ უტვინო ქალს, იმის გამო რომ არ იყო კმაყოფილი, დიდხანს გადმოვიდა მისი დედამთილი მასთან საცხოვრებლად და დედამთილი და რძლის ურთიერთობის პრობლემები პირველ რიგში არის მამაკაცის ძალიან დიდი შეცდომა. მამაკაცის ბრალია, ასე რომ ქალს ნუეძებთ აქ და მე რო დედამთილი ყოფილიყავი ნინასი, საერთოდ არანაირად არ მოვთხოვდი ჩემ თავს რამენაირად შემეფასებინა, იმიტომ რომ ის ნინა უნდა იყოს კარგი ცოლი, კარგი დედა და თუ ვთქვათ მე როგორც დედამთილი, ესე უნდა ეს აბსოლუტურად კმაყოფილი ვიქნებოდი ამ თვისებებით. მარი გვეკითხება რა როლს არ ითამაშებდით არასდროს. მე მსახიობი ვარ და ჩემი მოვალეობაა ვითამაშო როლი. არ ვითამაშებდი, თუ კი არ იქნებოდა საინტერესო შინაარსობრივად და არაფერს ახალს არ მომცემდა. შეიძლება არ მოგცეს ახალი პროფესიის თვალსაზრისით, მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი თავგადასავალი ადამიანებთან ურთიერთობის, საინტერესო გარემოში, საინტერესო ხალხთან, ან უბრალოდ მეგობრებთან ერთად აკეთო საყვარელი საქმე. ეს ძალიან დიდი თერაპიაა და აქედან რაღაცა მნიშვნელოვანი რაღაცები თუ არ არის, მაშინ არ ღირს იმის თამაში. და თუ რაღაც ახალს არ აკეთებ, ალბათ ძალიან რთული ერთი და იგივეს კეთება ხოლმე რა. ამდენი წელი სერიალი მცირედი პაუზების გარდა ეკრანიდან არ ჩამოსულა, ახლა როდესაც ის ეთერში უკვე აღარ გადის, რა გრძნობაა. სასიამოვნოა შორიდან ამის ყურება, სასიამოვნოა თავიდან ყურება იმისი თუ როგორი რეაქციები აქვს ადამიანებს. ახლა მე მაქვს შესაძლებლობა ვუყურო მაყურებელსაც და სერიალსაც ერთდროულად. ძალიან სასაცილო და სასიამოვნოა ამის შორდა ყურება, მეტი რა ვიცი, თქმა შემიძლია. ჩემთვის როგორც მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პაუზა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენი პროფესია არ იძლევა იმის ფუფუნებას, რომ ცოტა ხანი დაისვენო, დაღვინდე, შენში რაღაცები დაგროვდეს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ესეც ერთგვარი თავისებური მსხვერპლია, რა თქმა უნდა, თამაშიც, სცენაც ორივე ძალიან მენატრება, კამერაც, სცენაც, მაგრამ ესეთი პაუზები უმნიშვნელოვანესია ჩვენს პროფესიაში. ზუსტად ისევე, როგორც მნიშვნელოვანია საინტერესო პროექტებზე მუშაობა. და აი აქვე კახას კითხვამაც ზუსტად ლოგიკური გაგრძელება არის, თეატრში რატომ არ ხართ და რა არის თქვენთვის თეატრის სცენა? თეატრში რატომ არ ვარ? ალბათ თეატრის
ხელმძღვანელებს უნდა კითხოთ. თუმცა ალბათ ამ ეტაპზე თავში ვიკავებდი დასის წევრობიდან, იმიტომ რომ ეს მოთხოვნილება არ მაქვს. მე მაქვს სურვილი ვიმუშაო კარგ საინტერესო პროექტებზე და საინტერესო რეჟისორებთან. ესე უბრალოდ რაღაცის წევრი ვიყო ამ ეტაპზე, ფიქრობ ეს გავიარე და შეიძლება ვწდები, არ ვიცი. ზოგჯერ ალბათ მაყურებელი შემატყობდა, რომ ზოგჯერ რაღაცებს უცებ ესე რაღაცა განაჩენს გამოვიტან ხოლმე და ვიტყვი რომ ეს ესია და აი ესიას და ესე მივიღე და აღარ განვიხილავ ხოლმე თითქოს ეს გავიარე, მაგრამ შეიძლება ვწდებოდე და შეიძლება არსებობს რაღაც თეატრი, რომის დასისწევრობაც ჩემთვის საინტერესო იქნებოდა. მაგრამ ჯერჯერობით არ მაქვს ესეთი სურვილი. სცენაზე ყოფნა ჩემთვის არის ძალიან დიდი ენერგეტიკული აქტი, არ ვიცი ამას რა დავარქვა, ძალიან ინტიმური, იმიტომ რომ პირდაპირ აი ამხელა ენერგიის გაცვლა ადამიანების ჯგუფებს შორის ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არა აქვს მნიშვნელობა შეიძლება ეს მონოსპექტაკლი იყოს მარტო ერთი კაცი არ აკეთებს სპექტაკლს უამრავი ადამიანი დგას მის უკან ეს იქნება გამნათებელი თუ მილიონი სხვა ადამიანი და მაყურებელი ეს არის ცოცხლად ძალიან მცირე დისტანციით ძალიან დიდი ენერგიის და ძალიან შენთვის ძალიან ინტიმური გადაცემა სხვისთვის შენთვის აბსოლუტურად უცნობი ადამიანისთვის ამიტომ ჩემთვის ეს ერთ-ერთი ძალიან ძვირფასი აქტია აქტებს შორის არის შეიძლება ითქვას. ამიტომ კიდევ ერთხელ თუ რაღაცა თეატრს და დასისწევრობას და პროექტზე მუშაობას მივუბრუნდებით, იმიტომ აქვს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ვისთან ერთად ვაკეთებ, ესე უბრალოდ ვიღაცებთან ერთად ვინც ჩემთვის იმ მომენტში არ არის საინტერესო, ალბათ თავში ვიკავებ ხოლმე. ბოლო დროს ინფლუენსერად ჩამოყალიბდით, როგორ არ მოყავს ეს კითხვა და თავიდან როგორ დაიწყო და შემდეგ ამ საქმეს ფეხი ადვილად აუწყეთ თუ არა, ვინი მეკითხება. მე არ ვარ ინფლუენსერი. ეს პროფესია რაღაცნაირად შემოვიდა, დრო მოიტანა, არის სწავლება და შესაბამისად მისი შეფასებაც არასწორად ხდება. ინფლუენსერები არიან, ვინც კონკრეტულად ამას სწავლობენ, იწყებენ და ეს არის მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ მე ავიღე კამერა და ძალიან ჩვეულებრივად, ძალიან რეალისტურად გადავიღე ვიდეო და შენ რაღაცა მოგიყევიან გაჩვენე. ეს არ არის ინფლუენსერობა, ამის უკან ისეთი საერთოდ ვერ მიხვდებით ისეთი შრომა დგას იმდენი მიმართულებით. მე არ ვარ ინფლუენსერი, მე უბრალოდ რაღაცა ჩემი პროფესიის გამო, რახან საჯარო არის და ეს ერთ-ერთი დადებითი მხარე ამ პროფესიის. გარდა იმისა, რომ საჯარო პროფესია არის და ცნობილი ხარ, ამას კიდევ ბევრი უარყოფითი რაღაცები აქვს. ამ შემთხვევაში დადებითი მხარე აღმოჩნდა, იმიტომ რომ შენ მონაწილეობ რაღაცა ერთგვარ სარეკლამო კამპანიებში, გიწვევენ რაღაცნაირად რაღაცა თავშეყრის ადგილებში და არ ვიცი ადამიანებს შეიძლება უყვართ შენი გმირი და უნდათ რომ რაღაცა ამის ნაწილები გახდნენ, გაგიცნონ, არ ვიცი რა არის, რა ხდება ამ დროს, მაგრამ მსახიობისთვის რეკლამებში მონაწილეობა ეს ძალიან ჩვეულებრივი რაღაცაა და მე უბრალოდ რაღაცა დრო მოიტანა რომ ცნობილი სახე ვარ. შეიძლება ხვალ არც არავის არ ვახსოვდა, ესეც შეიძლება თავისუფლად და იქნება სხვა ცნობილი სახე, მაგრამ ინფლუენსერი არ ვარ, არც მაქვს ამის ამბიცია და როდესაც თქვა ეს გახდა რაღაცა მნიშვნელოვანი ადგილი და იკავა ჩემს ცხოვრებაში, ამის კურსები გავიარე პანდემიის დროს, სხვათა შორის როგორც კი მომეცა ამის შესაძლებლობა, ამის სჭირდება რაღაც ცოდნა, ესე არ ხდება უბრალოდ ჩავრთე და ვაკეთებ ჩემს საქმეს და არ მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს. ვინც არიან ინფლუენსერები, მათ უნდა დაუსვათ კითხვა რა შრომა დგას ამის უკან და ძალიან დაიღლებით, რასაც მოგიყვებიან და მერწმუნეთ. ნანუ კაკუ ეკითხება ამ ეტაპზე ძირითადად რით ხარ დაკავებული და რა საქმიანობ? როგორც ერთი რაღაცა ვისწავლე სერიალის და ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ პროფესიაში არის ან ძალიან ბევრი საქმე, ძალიან დაუნდობელი გრაფიკი, ან საერთოდ არაფერი, ეს ალბათ ხშირად გაგვიგია და ჩემგან არ გესმით პირველ. ამიტომ რაღაცა ეტაპზე ვისწავლე, როდესაც არ არის აქტიური სამუშაო, დავუბრუნდე იმ სურვილებს, რისი კეთებაც მინდა ცხოვრებაში. ვისწავლო რაღაცა წვენა, ვიმოგზაურო, რაღაცნაირად გადავდგა სხვა ნაბიჯი, არ ვიცი, წავიკითხო წიგნები, ვიარო ცეკვა და მილიონი რაღაცა შეგიძლია გააკეთო, რაც ადამიანს ძალიან სჭირდება. ჩემთვის როგორც მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი სამყარო იყოს მრავალფეროვანი. ეს ერთ-ერთი ჩემი რაღაცნაირი შიდა სამზარეულოს რაღაცა ნაწილია. იქედან შეიძლება ძალიან ცოტა რამე დარჩეს სინამდვილეში, რაც ჩემს პროფესიაში შეიძლება გამომადგეს, მაგრამ მე მჭირდება ძალიან ბევრი წყარო და მათ შორის ბავშვებთან ყოფნა და ეს არნიშნავს იმას, რომ მე ისეთი იდეალური დედა ვარ და მეუღლე ვარ, რომ სულ გიждები ჩვენ ისე კარგად ვსეირნობთ, სულ რაღაცას ვთამაშობ, ყირაზე ვდგავარ, არა. ეს ძალიან დიდ ნებისყოფას
მოითხოვს და საერთოდ ზოგადად ყველაზე რთული იყო მშობელი, იმიტომ რომ ამას გართობის მიღმა უამრავი რაღაცა არის. შემდეგი კითხვა, უცნობი. რომ არა მსახიობი კიდევ ვინ იქნებოდით პროფესიით. ადრე ვამბობდი რომ იქნებოდი მოცეკვავე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და ერთ პერიოდი როდესაც ბევრი ბავშვი ფიქრობს თავისთვის რაღაცეებს. ზოგჯერ არც კი რაღაც ეს გამავალი ის არის რაღაცა ფიქრები და თუ კი ბავშვები უყურებენ ახლა ამას მინდა ვუთხრა რომ გააჟღერეთ თქვენი სურვილები მშობლებთან და სხვა ადამიანებთან, უფროსებთან, მეგობრებთან, თანატოლებთან, ნებისმიერ თქვენი სურვილი, მსახიობი ხوار გამოსულიყავი, დიზაინერი ხوار ექიმი ხوار, ყველაფერი, იმიტომ რომ მე რაღაცა ყველაფერს მე თვითონ გავეცი პასუხი. მაგალითად მე ჩემთვის მე თვითონ უპასუხე რომ მე არ მაქვს თქვათ მოცეკვავის აღნაგობა, იმიტომ რომ სულ მესმოდა რომ ძალიან თხელი მაღალი და ესეთი რაღაცა სუხიშვილების სტანდარტი უნდა ყოფილიყო. მე ძალიან ბევრი პროექტი ვნახე, რომელშიც ძალიან საინტერესო ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა, არა ქართულს გულისხმობ და გამახსენდა ის ბავშვი, რომელმაც იფიქრა, რომ ვერ გამოვიდო და მოცეკვავი და ძალიან გული დამწყდა. ასე რომ გააჟღერეთ ხმამაღლა თქვენი სურვილები. შემდეგი კითხვა მზიკო გვეკითხება. უარყოფით კომენტარებზე როგორ რეაგირებთ და გიპასუხიათ ოდესმე ვინმესთვის თუ არა. ისეთი არაადეკვატური უარყოფითი წამი კითხავს, რომ ძალიან გავიცინეთ სხვათა შორის არა მარტო მე, არამედ ჩემ მეუღლემაც, იმიტომ რომ ისეთ რაღაცას როცა გიწერენ ხოლმე და ისეთ რაღაცას გაბრალებენ, აფასებენ რაღაცას შენ იმას, ცოტა სასაცილოა ხოლმე რა და არა მაქვს ხო ალბათ ხო ჩვენ რა წინს და რაზე გამოვდივართ მდგომარეობიდან რაზეც ჩვენ თვითონ გვაქვს ეჭვი რომ ჩვენში არის და ისე უაზრო რაღაცას დაწერენ ხოლმე ხანდახან უნიჭოდ უარყოფით რაღაცა წინადადებებს რომ არ მეხება ესე ძალიან არ მწყენია თუმცა შინაურების კომენტარებით წამიკითხავს რომელიც ის უფრო შეიძლება გაგიკვირდეს რომ ანუ ამას რო წერს რატო წერს ხა ხო მიცნობს ეს ადამიანი და თქვათ რატო წერს აი ესეთ რაღაცა უსაფუძვლო ზოგად ფრაზას ჩემი კომენტარის ჩემი თქვათ რაღაცა პოსტის ქვეშ მაგრამ როგორც მითხრეს რომ საჯარო პოსტებზე ყველას აქვს უფლება დაწეროს და შემიძლია ვთქვა რომ ჯერჯერობით არასდროს არ დამიწერია უახლოესი ადამიანებისთვისაც კი სრულიად დაუნდობელ რაღაცა პოსტებზე რომელიც წამახალისებელია აგრესიის და ძალიან ბევრი ცუდის ყოველთვის ვიკავებ თავს რომ შევაფასო რაღაცა თუ არ ყოფითად მოკეთ არ მინდა რა. მგონია რომ არასდროს ბრაზდებით, ისე მართლა არ ბრაზდებით და მართლა არ ბრაზდებით და რას გამოვყავხარ მდგომარეობიდან, ეს ჩემ შვილებს უნდა კითხოთ, იმიტომ რომ მდგომარეობიდან გამოვყავარ ხამაღალი ნათქვამია, მაგრამ ბრაზდები კი ძალიან უცებ, ძალიან სერიოზულად ბრაზდები ძალიან ბევრ რაღაცაზე. აი უცებ ესე ავფეთქდები და ვიტყვი ძალიან წარე სიმართლეს, რომ ეს არის რაღაცა აბსოლუტურად უსამართლობა, რა ვიცი, მე ჩემი გემრიელ კერძ, რომელზეც მე ძალიან ბევრი ვიწვალე, ეს თუ ამას ვიტყვით რა. შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი და უფრო გლობალურ თემებზე, თუმცა ესეთი რაღაცა ცოტა ფეთქებადი ხასიათი მიგდო, ბრაზდები ძალიან ცუდად და ძალიან სუდად გამოვიყურები, მე ვფიქრობ ამ გაბრაზების დროს. გაცილებით უფრო საშიშად ვიდრე შეიძლება ვფიქრობდი ამ დროს რა, იმიტომ რომ ზოგადად ემოციური ადამიანი ვარ. და ალბათ მსახიობიც რო ვარ, ისიც არის ხო. მსახიობი კიდე სხვანაირად ჩხუბობს ალბათ სახლში და სხვანაირად იღინის. გიორგი მეკითხება, პროფესიაში თქვენს მასწავლებლად, არა მარტო თეატრალურ უნივერსიტეტში, ვის მიიჩნევთ? ანატოლი ლობოვი იყო თეატრალში ჩემი პედაგოგი და მას ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც მასწავლა და გამიზიარა. მადლობა იმ ადამიანებსაც, ვინც არ მასწავლა და ძალიან კარგად დამანახა, რომ არსებობს რაღაცების სასწავლელი და მათ არ უნდათ, რომ ეს სხვას გაუზიარონ. ამან გამიჩინა ინტერესი, რომ ვეძებო ის, რაც არ ვიცი და არ მქონდეს ის განცდა, რომ ყოველთვის ყველაფერი ვიცი. შემდეგ ყველა ის პროექტი, რომელიც შემდეგ იყო თეატრალურში თუ თეატრალურის მერე თითოეული მათგანი იყო აი ესეთი რა სასწავლებელი და ამიტომ ამბობ მომავალშიც მინდა რომ ეგეთი იყოს რომ ის იქიდან რაღაცა ვისწავლო ახალი და ამ დროს რაღაცა კიდე სხვა უნარები მერთვება ხოლმე რაღაც სტუდენტი ხდები და თითქოს ყველაფერი იშლება რაც იქამდე ვიცოდი და ვცდილობ რომ მაქსიმალურად ბევრი დავიმახსოვრო ალბათ ყველაზე მეტად ვინც მე მომცა სითამამე, ცოდნა, ასე ვთქვათ, ჩემზე ადამიანურად ახარჯა დრო და მე დამარწმუნა რაღაცა შემიძლია, შემაქო და მასწავლა. ჩემი პედაგოგების შემდეგ აუცილებლად არიან რაც უნდა გაიკვირდეთ, ჩემი მეგობრები, რომლებმაც სულ რამდენიმე სიტყვით განაპირობეს ძალიან
დიდი და მნიშვნელოვანი პროექტებზე ჩემი მუშაობა და გარისკვა. ნანუკა ხუსკივაძე, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს როგორც ადამიანი და დღემდე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამისთვის. პირველი ადამიანი იყო, ვინც შემაქო და გიორგი ლიფონავა, რომელმაც ასევე ძალიან ამ ადამიანებმა უბრალოდ დამინახეს და რაღაცნაირად შანსი მომცეს. მე იმ ხელა შრომას ვუყურებდი მათ შრომას ორივეს. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით, რომ მე არ მქონდა უფლება ყოფილიყავი ნაკლები, რაც ისინი ჩემგან, რასაც ისინი ხედავდნენ ჩემში. და ამან მომცა პირველ რიგში ძალიან დიდი სითამამე. მეგონა რომ თამამი კი არა, თავდაჯერებული ვიყავი, მაგრამ არა, ეხლა ხვდები რომ ძალიან დაბალი თვითშეფასება მქონდა, ზოგადად როგორც გოგოს, როგორც ადამიანს და როგორც მსახიობს. გასულ ზამთარ სასამართლოში დაგიბარეს და აქციების დროს გზის გადაკეტვას გედავებოდნენ, რომელსაც ეს ინფორმაცია პირველად გაიგეთ, როგორ იყო თქვენი რეაქცია. ეს არ მომიყოლია, მე მგონი, ეს იყო ძალიან სასაცილო ამბავი თავიდან და პირველი რეაქცია, აი მართლა რომ ამბობენ, რა ხელი რო გიშრება, რომ რაღაცა დიდი ცუდი ელდა, რომ საერთოდ ვერ წარმოვიდგინე რაღაცა ლოგიკა არსებობს რა სამყაროში სტრიალებ და რა შეიძლება შენ დაგემართოს. და ეს იყო საერთოდ სხვა პარალელური სამყარო და ამბავი იყო ესეთი, რომ გადამიკეტავს არ გადამიკეტავს, მაგაზე აღარაფერს ვილაპარაკებ როგორც არის და რანაირად ვისაც როგორც უნდა ისე იფიქროს, მე არ ვარ კონფლიქტური და რაღაცა გადამკეტველი კი არა, თუ გადასაკეტი არის, გადავკეტავ კიდეც სხვა რაღაცას ვამბობ. მე არ ვარ, ასე ვთქვათ, კანონის დამრღვევად ამის მაგალითი ვერ ვიქნები. პირიქით, ზედმეტად კანონმორჩილი ვარ და ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ არის ალბათ რაღაცეები, ცოტა ისე უნდა თავი ავარიდოთ ხოლმე. მაგრამ არა ვარ ესეთი, ანუ პარკინგიდან დაწყებული, იმიდან დამთავრებული, მოკლედ კანონდამრღვევად მე ვერ გამოვდგები. რაც შეეხება ზარს ესეთ რაღაცა მოხდა, არ ვიცი ეს უნდა მოუყვე თუ არა. უცხოენის გაკვეთილზე ვართ, რაღაცა ჯგუფურ გაკვეთილზე ვართ და რეკავს ტელეფონი. უცნაურად დამითხო, იქამ დარეკა აბსოლუტურად უცხო ადამიანმა და ძალიან ესეთი ცოტა იუმორნარევი კომპლიმენტებით მესაუბრება, რომ გამარჯობათ ქალბატონო ანა, პირველ რიგში მინდა რომ ჩემი პატივი, რაღაცა ცოტა არასერიოზული ტონით. და მაშინ ხშირად იყო ეს რომ ვრეყავდნენ ვიღაცა უცხოები და მოკლედ შემდეგ იქიდან ძალიან არასასიამოვნო ბევრ წინადებებს რომ მეუბნებოდნენ და მე ცოტა უცხო ნომერი რატო ავიღეთ, ცოტა გამიკვირდა თან ესე რაღაც საჯაროდ, მაგრამ ველოდებოდი კურიერს და ბოდიში მოვხადე და ავიღოთ თქო და მე რაღაცები უაზროთ რომ ისაუბრა ამ ბიჭმა არ მესმოდა და გოგოები ვიყავით და რა თქმა უნდა ჩავდე ლაუდსპიკერზე და უსმინეთ თქო ვიღაცა ბიჭი რეკავს და რაღაცნაირად არა მომხიბვლელი საუბრით ცდილობს რაღაცის თქმას. ოღონდ ვერ გავიგეთ, აღმოჩნდა რომ რაღაცა ძალიან პირველ რიგში მინდა რომ პატივისცემა დავაფიქრო, ძალიან მომწოხარ თქვენ როგორც ნინა, ანა. მე ვკითხე რა გნებავთ მეთქი და არა უბრალოდ რაღაცა მეთქი ძალიან დიდი ბოდიში, გაკვეთილზე ძალიან ცუდ დროს რეკავთ და რა თქმა უნდა ესეთი რაღაცა არასერიოზული დიალოგები ჩემს ინტერესთა სფეროს არ წარმოადგენს დიდი ხანია და გავთში უბრალოდ რაღაცნაირად არ ვიცი ესე დაიმთხვა ამ ადამიანმა რაღაც თავის სიმპათიები დააფიქსირა ცოტა არასერიოზულად და სუსტად 5 წუთში რეკავს უცხო ნომერი, კიდევ სხვა ნომერი, ისევ კურიერი მგონია და ისევ ავიღე და მეკითხებენ გამარჯობათ არ ნახარ ტყებიჩ. მე ვამბობ რომ თქვენ რა გნებავთ? მგონია რომ კიდევ ვიღაცა რეკავს, ხო და სხვა, იმიტომ რომ მეგონა რომ უკვე სულ სხვა მიზნით რეკავდნენ. და მე ვთქვი რომ თქვენ რა გნებავთ? რით შემიძლია დაგეხმაროთ? არა, ანა ხარ წებუჩავა. რა გნებავთ ვეკითხე? არა, მითხარით ანა ხარ თუ არ ხარ? ისეთ რაღაცნაირად დიდი ენერგეტიკით თუ რაღაცა გადაბჟირები. ანა ხარ და მე ვთქვი ძალიან გთხოვთ მეორჯერ აქ არ დარეკოთ და ეხლა მით უმეტეს ძალიან ცუდ დროს რეკავთ მეთქი და უნდა გაგითიშოთ თქო და გავუთიშე. და მე აღარც დაურეკავს. აღმოჩნდა პირველი ადამიანი დღემდე არ ვიცი ვინ არის და მეორე აღმოჩნდა სწორედ ეს მოსამართლე მოადგილე თუ ვინც რეკავს რომ გაუწყოს რომ შენ უნდა გამოცხადდეს სასამართლოში. საღამოს ჩვენ ვიცით რომ ძალიან პატარა ქვეყანაში ვართ, საღამოს მომივიდა ეს ხმები რომ გეძებენო სასამართლოდან გირეკავენო, შენთან ვერ რეკავენო და ჯობს რომ აიღო. ალბათ მათ ეგონათ რომ მე არ ავიღე, ანუ განზრახ არ ავიღე რაღაც. მოკლედ ისე აღმოჩნდა რომ მე თვითონ მოვიძიე მე ნომერი, დავრეკე მეთქი გამარჯობათ.
და ბოლომდე მეგონა რაღაც გაუგებრობა იყო. რომ გამარჯობათ მეთქი გავიგე რომ მეძებთ და რაღაც გაუგებრობა მოხდა, სულ სხვა ვიღაცამ ახლა მოუყვებოდი რომ თქვენამდე ვიღაცამ დამირეკა და რაღაცების სისულელები მესაუბრა თქო. და ესე რაღაცნაირად სრულიად უაზროდ დაიწყო ეს ამბავი და უფრო უაზროდ დამთავრდა. სერიალის მსახიობებს გაქვთ ისეთი გადაკვეთის წერტილები, ანუ ეთყობა გვეკითხება მეგობრობ თუ არა. ალბათ გენატრებათ კიდეც გადასაღები მოედანი. ძალიან გვენატრება, იმიტომ რომ სულ ამბობ როგორც ბაღში, მიხვდით რომ ძალიან სტრესული იყო. გაურკვეველი დროით მიდიოდი სახლიდან, არავინ იცოდა როდის მოხვიდოდი. ის გარემო, სადაც ვიყავი, დღემდე მიხარია იმ ხალხის ნახვა, დღემდე მეგობრობ და დღემდე როგორც აი რა ვიცი. ძალიან კარგი იყო რა, ძალიან ვერთობოდით ყველაფერთან ერთად. დაქალები, როგორ ფიქრობთ, ოდესმე აღდგება ინტუიცია რას კარნახობთ, თუ არ აღდგება, როგორ აფასებთ იმ პერიოდს, რომელმაც საოცარი წარმატება მოგიტანთ. სულ იყო ამაზე ლაპარაკი მეორე სეზონიდანვე, იყო რომ დაიხურება და მე ვამბობდი რომ დაწყნადით ხალხო, აი მე რატომღაც მგონია რომ არ დაიხურება და ესე მივედით 12 წელი. ახლა ჩემს ინტუიციას თუ დავუჯერებთ, ყველანაირი ლოგიკით არ უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მე მგონია რომ თვითონ სერიალის შემქმნელები ალბათ როდესღაც შეიძლება შეიკრიბონ და გადაწყვიტონ რაღაცა დასკვნითი რამდენიმე სერიის გადაღება ან ფილმის გადაღება, რაც თავისებურად ძალიან საინტერესო იქნება და მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან სწორი იქნება. დანარჩენი რა შევაფასებდი არაფერი, უბრალოდ სხვა ყველაფერთან ერთად მე ძალიან გამიმართლა რომ ამ პროექტში მოვხდი, იმიტომ რომ ამან ძალიან ბევრი რაღაცა განაპირობა ჩემს ცხოვრებაში. რა გატაცებები გაქვთ და დროს რას უთმობთ? იცით რაღაც პერიოდი იყო რომ საერთოდ დავკარგე ეს ჰობი რა არის, საერთოდ ჰობი რომ მკითხეს რა არის, მაშინ გამახსენდა რომ ჰობი არსებობს. ჩემი პროფესია არის ჩემი ჰობი, ეს მე ძალიან სიამოვნებ. ამაზე რაღაცნაირად რომ ვიდარდე ერთ პერიოდში, რას ნიშნავს ჰობი არ მაქვს რა. მე მითხეს, ვიცი რა, შენ ისეთი სამსახური გაქვს, ასე ვთქვათ. და ჩვენ რატომღაც ჩვენს პროფესიას სამსახურს არ ვეძახით. მის მერე მე რაღაცა წასვლა და რაღაცა რელაქსიან განტვირთვა არ მჭირდება. ეს თავისებურად რელაქსია ჩემთვის და განტვირთვა და ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს, გარდა იმისა, რომ ფიზიკური ენერგია და გონებრივი ძალიან ბევრი მიაქვს და გატაცებები, რავი, ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს, მაგრამ ესე რომ რაღაცა ვხატავდე ან რაღაც ესე არის, ძალიან ბევრი რამის კეთება მიყვარს. როგორი დედა ხართ და მოგვიყევით თქვენი და თქვენი შვილების ურთიერთობაზე. ფიქრობ რომ კარგი დედა ვარ, მაგრამ კარგი დედობა არ არის საკმარისი. ჩემი შვილებიც გეტყვიან რომ კარგი დედა ვარ და ალბათ ისინიც იტყვიან რომ კი ეს საკმარისია, მაგრამ არის კიდე რაღაცეები, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია. არ წერი არსად ალბათ ესე რაც უნდა ხმამაღლა ბევრი ვილაპარაკოთ და რაღაც მიყვეთ რაღაცა პროფესიულ გაიდლაინებს ფსიქოლოგების თუ რაღაცა, თაობები იცვლება და ამიტომაც ჩვენ რაც უნდა გამოვასწოროთ ჩვენი მშობლების შეცდომები, სხვა თაობასთან სხვა თაობას სხვა შეცდომები მოგვდის და რაც ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენც როგორც ისინი შვილები, ჩვენც ვსწავლობთ მშობლობას. პირველ რიგში ვცდილობ რომ უსაფრთხო გარემო გქონდეთ და ის რაც მათი უსაფრთხოებისთვის და განათლებისთვის და ჯანსაღი ცხოვრებისთვის არის საჭირო, ამაზე მქონდეს რაღაც აქცენტი და მე ჩემი ცოცხალი მაგალითი თქვათ არ ჭამით, არ მოწევით, არ დალევით რაღაცეების, რაც ძალიან მავნეა, მათ მივცე მაგალითი, ამავდროულად უნდა აუხსნა, რომ ისინი არ ცხოვრობენ რაღაცა ძალიან სტერილურ გარემოში, გარემოთ და ადამიანებით საკმაოდ ტოქსიკური არის და ამის იმუნიტეტიც უნდა გქონდეს. და არ ვიცი, ეს ყველაფერი თეორიებია, მაგრამ პრაქტიკაში საკმაოდ რთულია. ვერ გეტყვით-ნია. მეუღლე როგორ გაფასებდათ, როდესაც ეკრანული თქვენი გმირი პოპულარობის პიკში იყო. არ ვიცი რას ნიშნავს ეს პოპულარობის პიკში ყოფნა და როდის ვიყავი. მე გამომრჩა ეგ. მართლა გამომრჩა, იმიტომ რომ გადაღებიდან გვიან ღამე მე ბავშვებთან მოვდიოდი და ბავშვებისგან გვიან ღამე და ალბათ კარგიც იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცებისგან დამიცვა შეიძლება ამ რეჟიმმა, იმ თუნდაც იმ რაღაცა კომენტარების ან რაღაცა გაურკვეველი რაღაც დისკუსიებში და ურთიერთობებში შესვლისგან ალბათ. ჩემი მეუღლე როგორც მშობელი ამაყობს და თან რაღაცა შენიშვნებიც აქვს ხოლმე და მიხედვით იმისა რომ მე ძალიან ბევრ ასე ვთქვათ ძალიან ბევრ რაღაცას ფილტრავ და ბევრ რაღაცას არ ვარ რისკიანი
ყოველთვის ადრესად არ ვიყავი, ახლა კიდე რაღაცების უფლებებს ვაძლევ ჩემ თავს. ჩემი მეუღლეც მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავისი რაღაცა საყვარელი ქალია, თავისი მეუღლე მაქსიმალურად კარგად გამოიყურებოდეს და მისთვის საუკეთესო უნდა და შესაბამისად რაღაცა ჩემებს მაძლევს ხოლმე. თუმცა თუ გულისხმობთ რაღაცების აკრძალვას, არა მაგასაკიდან დიდი ხანია ორივე გასულები ვართ. ჩვენ ვითვალისწინებთ ერთმანეთისას და მეც მინდა რომ ჩემი მეუღლე ამაყობდეს და იმედი მაქვს რომ კიდე ამაყობს. და სერიალშიც გამეორებები რომ გადის, ახლა მითხრა რომ კიდე ის გოგო გამახსენდა, ვინც ჩემ მიყვარდა, იმიტომ რომ იქ რასაც უყურებო და კიდე გამახსენდა იმ მომენტში რაღაცებს ხარ უყურებ, როგორც პატარა ხარ 12 წელი და 13 წელი, როგორ მაშინ რატო შემიყვარდიო და ძალიან სასიამოვნო იყო ეს და 3 დღე ესე და გაბადრულები დავდიოდით ორივე. ვინ არის თქვენთვის მისაბაძი მსახიობი და რატომ? აი მისაბაძი მსახიობი, ვინ არის შენი პედაგოგი? მე ძალიან ბევრ ფილმს ვუყურებ, ფილმები მიყვარს და ამაზე ძალიან ბევრს იცინიან ჩემი მეგობრები, იმიტომ რომ ყველაზე ცუდ ხარისხის ფილმსაც უყურებ ბოლომდე, არ მემეტება გამოსართველად რა. და მაინც ბოლომდე ვუყურებ ხოლმე და აი კადრი, ბევრი კადრი რო გადის ხოლმე, აი ვიცი რა ფილმია. ეს ამ ფილმს უყურებ და შემიძლია მაქრე ყველა გადაცემაში მოვიგო თუ კი რამე ეგეთი არსად. გამოიცანი ფილმი კადრი. ყველა კარგი მსახიობი, იმიტომ რომ მე ფილმებს ვუყურებ მსახიობებისთვის, რეჟისორებისთვისაც, მაგრამ მე მაყურებინებ მსახიობი უფრო მეტად რა. ამიტომ რო ვუყურებ ის როგორ მუშაობს, ტექნიკურად ეს როგორ იყო გადაღებული და რო ვცდილობ რომ გავაანალიზო ამის უკარა დგას და მე ვუყურო რაღაცები ყველა კარგი ნამუშევარი ჩემთვის მასწავლებელია, იმიტომ რომ ჩვენ თაობას ძალიან უყვარს, აი როგორც აი ყოველთვის მერი სტრიპი რო იყო საყვარელი და კიდევ რა უამრავი ხარ ჩამოვთვლი ვიღაცა რაღაცის გამო, ვიღაცის რაღაცის გამო. შენ ცდილობ რომ ის რაღაცა ღრმა, საინტერესო, მრავალფეროვანი, რაღაც საიდუმლო მსახიობი რომელიც ატარებს, შენ როგორც მაყურებელი ჩაწუდე. ამიტომ ვერ ვიტყოდი რომ ვიღაცა ერთი არის მისაბაძი ძალიან ბევრია, ქართველიც და არაქართველიც. და მათ შორის პედაგოგიც მაგ თვალსაზრისით შეიძლება იყოს, რავი, ალ პაჩინო იყოს ჩემი პედაგოგი, იმიტომ რომ ჩემი კოლეგაა და ძალიან კარგი კოლეგა, ამიტომ მისგან და მისი ფილმებისგან უამრავი რამე მაქვს ნასწავლი. რამდენად გამომადგება ეს არ ვიცი, მაგრამ ნასწავლი ნამდვილად. რა არ მოგწონთ საკუთარ თავში და მის შეცვლას თუ ცდილობთ? კი, ძალიან ბევრი რაღაცები არ მომწონს, რაღაც მავნე ჩვევები, ბავშვობიდან მოყოლებული, ძალიან არ მომწონს, ვერ ვიტყოდი, მე წეველი ვიყავი, ასე შეიძლება ითქვას. და ძალიან არ მინდოდა, კარგი იქნებოდა რომ არ გამესინჯა. ამიტომ ყოფილი მწეველი ძალიან ისეთია რა. და სულ ცდილობ ხოლმე რომ აი მოზარდებს აქვს ძალიან დიდი ინტერესი რატომღაც არ ვიცი მე შეიძლება სერიალში რომ დედას თამაშობდი და ჩემთან რომ მოზარდ ჯეკო და ტასო რო იყვნენ შეიძლება მაგიტომ და ყველას ვეუბნები რომ ერთხელ ძალიან საინტერესო ადამიანის ფრაზა გავიგე რომ აი სიგარეტის გამორთმევაზე ჩემ შორისაც ამას ვეუბნები რომ სიგარეტა უწმოდ მოგაწოდებს შენი მეგობარი უცხო არ მოგაწოდებს და ეს არ ნიშნავს რომ ეს ადამიანი ცუდია თუ მავნე ჩვევებზე მაქვს საუბარი იმიტომ რომ ყველაზე მეტად ამას ვებრძვი ხოლმე ცხოვრებაში ვებრძოდი ყველაზე მეტად ამას შევებრძოლე ასე თქვა და ყველაზე დიდ ენერგიას იღებ თუ კი გინდა შენ აუცილებლად მიხვალ ამ გადაწყვეტილებამდე რომ დაანებო მას თავი თუმცა სულ გაქვს ეს ცდუნება და ის ერთი წამით ცდუნებას უნდა მოერიო ვერ ვიტყვი რომ ყოველთვის ვერევოდი მაგრამ აი ეს რაღაც დიდხნიანი პაუზები მაქვს რომ 10 წელი არ ვეწევდი 5 წელი არ ეწევდი და მე ვიღაცა იტყვის რომ ამდენი წელი არ ეწევდი და ისევ ეწევი და კი როგორც კი მოწევ მეორე დღესვე ეწევი ჩვეულებრივი მწეველი მე მინდა ერთი რაღაცა თქვა მავნე ჩვევები იწყება ერთი წამიდან და ის მავნე ჩვევები ყოველთვის მოდის ძალიან შიდა წრიდან. ეს ფრჩხილების კუნეტა იქნება, რა ვიცი, სიგარეტის მოწევა, აი რა არ ვიცი რა შეიძლება იყოს. ამიტომ როგორც კი ესეთი რაღაცა არის ხოლმე, ეცადეთ რომ თავიდანვე რაღაცნაირად არ დაიწყოთ, არ ვიცი. ჩემში აი ეგეთ რაღაცებს ვებრძვი და კიდევ ბევრი ფიქრი ვიცი ხოლმე რაღაცებზე და ზოგჯერ ვცდილობ რომ აი სრულიად აზრს თუ გონს მოკლებული რაღაც ნაბიჯი გადავდგა, იმიტომ რომ ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, რომ სრულიად დაუფიქრებლად აი რაღაც პონტობურად რაღაცას ისე უბრალოდ აკეთებ და ძალიან იმდენად მარტივია ესეთი რაღაცა. თუ გაამართლა ძალიან სასიამოვნოა ხოლმე და აი ამ ბევრ ფიქრსაც ვებრძვი ჩემს თავში. ნუ კიდე ალბათ რაღაცებს, მაგრამ ეხლა ესე უცებ არ მახსენდება. როგორია თქვენი შემოქმედებითი გეგმა? ვინ მეკითხება ციცი? რა კარგია რომ ესეთი კითხვები გაქვთ ციცი და რა კარგ სამყაროში ხო შემოქმედებითი გეგმა ისეთი ხმამაღალი ნათქვამია ამ ქვეყანაში რომ შემოქმედებით გეგმას რთულია შემოქმედებითი ოცნებები უფრო მაქვს ვიდრე გეგმები თუმცა არის რაღაც 1-2 ესეთი საინტერესო პროექტი რომელზეც ვფიქრობ და ჯერ უბრალოდ რაღაცნაირად ისეთი ვართ რაღაცა
ვი უფრო რაღაცების მოსინჯვის ეტაპზე ვართ, ერთი ისეთი საერთაშორისო, ერთი საქართველოსი და აი ეს რაღაცნაირად ვცდილობთ რომ ცოტათი არ მოვდუნდეთ, თორემ მე ვიტყოდი რომ ეს ძალიან დიდი და მაღალი და ხმამაღალი როგორც სერიალია. ასეთი არ მაქვს. დიდი მადლობა. იმედი მაქვს რომ თქვენს კითხვებს სრული პასუხი გავეცი. მადლობა რომ დაინტერესდით ჩემი პასუხებით. მე ვიყავი ანა ტყებუჩავა მსახიობი.